კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ვაჩეიშვილი უფლისციხეში ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩავიდა. ანტიკური ქალაქის განახლება უკვე დაწყებულია. უფლისციხეში კლდის არქიტექტურის კონსერვაცია და ძეგლზე განახლებითი სამუშაოები მიმდინარეობს. მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა, საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდება საინფორმაციო დაფები და დასასვენებელი სკამები. ნაკრძალში დახურული მუზეუმის მშენებლობაც იგეგმება, სადაც დამთვალიერებელს უფლისციხესთან დაკავშირებული ყველა ექსპონატის გაცნობა შეეძლება. ძალიან მალე უკვე დამთვალიერებელს ექნება საშუალება, რომ გარდა იმ კომპლექსებისა, რომელიც ღიაცის ქვეშ არის და მისი ნახვა შეუძლია, შემოვიდეს ამ შენობაში და უზარმაზარი ისტორია უფლისციხის იხილოს სწორედ იმ არტეფაქტების სახით, რომელიც აქ არის აღმოჩენილი. უფლისციხის განახლებითი სამუშაოები 2010 წლიდან დაიწყო. რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგებისა და კონდენსირების სისტემა უკვე მოწესრიგდა. ძეგლების და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღეს ვეგებებით, ფაქტიურად გაჯანსაღებული ძეგლით, სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით, მუზეუმით და უამრავი ტურისტით. ფაქტიურად ეს არის ახალი სტადია ძეგლთა დაცვაში, ეს არის ის, რასაც ქვია ევროპული სტანდარტი. აქაურობა ფაქტიურად არის ერთ-ერთი იმ მათგანი, რომლითაც შეიძლება საქართველოს სრულფასოვნად იამაყოს. მოგეხსენებათ, რომ უფლისციხეს უამრავი მნახველი ყავს და ფაქტიურად სავიზიტო ბარათი გახლავთ ერთ-ერთი ჩვენი მემკვიდრეობისა სწორედ უფლისციხის ეს კომპლექსი და ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ თავიდანვე, რომ ეს ძალზე სერიოზულად გაგვიკეთებინა მართლაც აქ თანამედროვე დონეზე ყველაფერი. კლდეში ნაკვეთი ქალაქი ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს. უფლისციხეს ბოლო წლებში სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ვიზიტორი სტუმრობს. ჩვენ მინსკიდან ჩამოვედით უკვე 3 დღეა საქართველოში ვიმყოფებით და ვათვალიერებთ წმინდა ადგილებს. უფლისციხის ნახვის შემდეგ უდიდესი შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ. აქ ჩამოსვლას ყველას ვურჩევ. წერილობით წყაროებში პირველად უფლისციხეს მე-7 საუკუნეში მოიხსენიებენ. კლდეში ნაკვეთი კომპლექსი ქალაქური ტიპის დასახლებას მიეკუთვნება. განახლებული უფლისციხე დამთვალიერებელს 2012 წლის ბოლოდან უმასპინძლებს.